უფრო ხილზე მოიმეტა ფასებმა ბოსტნეულზე თუ რას გამომოყვება? ყველაფერზე მოიმეტა. ყველა პროდუქტს. ასე აფასებენ გორში რიგითი მოქალაქეების სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა. 2025 წლის იანვარში წლიურად გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა მწვანილი, რომლის ფასი 88.3%-ით გაიზარდა, შემდეგია ბადრიჯანი და ნიორი. უფრო კონკრეტულად იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც წელს იანვარში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა ასეთია: მწვანილი 88.3%, ბადრიჯანი 74.8%, კომბოსტო 62.8%, ნიორი 35.5%, კივი 35.3%, ბრინჯი 20.2%, პომიდორი 20%. რომელ პროდუქტებზე მოიმეტა ფასებმა? ეს კითხვა გორში რიგით მოქალაქეებს დაუსვით. მათი ნაწილი ამბობს, რომ ფასები გაზრდილია ხორცზე, ბოსტნეულსა და სიგარეტზე. შვილო, გკითხე რომელზე არ მოიმატა, თორე რომელზე მოიმატა გაუსაძლის ცხოვრება. აი უფრო ბოსტნეულზე თუ ხილზე? უფრო ჩემი აზრით ხილზე და ხორცის პროდუქტები, რომელიც შეიძლება ადამიანმა თვეში ერთხელ კი არა, მგონი წელიწადში ორჯერაც რო ვერ იღებს გაუსაძლისი მდგომარეობა ყველგან და ყველაფერში. სულ ყველაფერი მომატებულია. პირის პალიტრას ავყიდულობდი ხოლმე. 3 ლარი იყო და ეხლა 2 ლარი იყო და 3 გახდა. აი ბოსტნეულზე უფრო გაძვირდა ფასები თუ ხილზე თუ აი კონკრეტულად რამეს ხო არ გამოყავდით? ყველაფერზე მომატებულია ფასი. აი საქსტატის მონაცემები დაიდო და იქ წერია რომ მოიმატა მაგალითად მწვანილებზე. სულ ყველაფერი მომატებულია და მე მწვანილს სოფლის ხალხს არ გავამტყუნებ, უფრო მეტი უნდა მოუმატო. იმიტომ შრომა უნდა და უშრომელად კიდე არაფერი არ არსებობს, უნდა იშრომონ. აი მაგალითად გეტყვი ახლა სიგარეტზე მოიმატა ფასი. ბევრამეზე მოიმატა ფასი. მე ესე არ შეიძლება, ესეთი მთავრობა ვყავს და როგორ შეიძლება, ხო უნდა დააკნო ფასები, გაჭირებული ხალხი ვართ. მოიმატა შემოგევლე, მარტო ის მითხარი რამ დაიკლო. აი უფრო ბოსტნეულზე მოიმატა ფასები ხილზე. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ იტყვი რომ ეს დავიწყებიათო. რამ დაიკლო ეს ვერ ვიპოვე. ეხლა პამიდორი როცა არა ვარ მყიდველი ვერც მივალ იქა. რაც არ გინდა ტყუილია და მწვანილზეც მოიმატავ ასე. დიახ, ყველაფერი მომატებულია. საკუთრებით ხო არ გამოყავთ? სულ ყველაფერზე. აი საქსტატის მონაცემები დაიდო და იქ არის საუბარი რომ ბოსტნეულზე, კერძოდ პომიდორზე, მწვანილებზე მოიმატა ფასი. რა ვიცი, შვილო, მაღაზიაში რო შევდივარ, ყველაფერი გაძვირებული მხვდება, სულ ყველაფერი აბსოლუტურად და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველაფერი გაძვირებულია, საშინელი სიძვირია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა.